კომპანიების არასწორი დამოკიდებულება და არაჯანსაღი დამოკიდებულება კადრების მიმართ. მიფიქრია ბევრჯერ წასვლაზე, თუ დათანხმდი 700 ლარიანს, თავზე ხელს გადაგისვამენ და გეტყვიან ყოჩახ და ახლა შენ 750 ლარი. როგორ უნდა ჩავერთოთ და დავიწყოთ ფრილანსერობა? 44 ქვეყანა თუ სწორად? 44 ქვეყანა შორ ევროპის 2-3 ქვეყანა დამრჩა, როგორც მახსოვს. ასეთი ტიპის ადამიანებს ხო არ ურჩევნიათ მარტო მოგზაურობა? ბევრი ისეთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, რომელშიც მართლა დავწმუნდი, რომ სამყარო აი გაცილებით მეტია, ვიდრე სიტყვაზე დავარცხნილი ქუჩები. მარტო მოგზაურობაზე მაგარი გონია, რომ არაფერი არ მქონია. საქართველო როგორ გაქვთ ნანახი, რა მეკუთხე დაგჭათ კიდე მოსაუბრე? აფხაზეთი. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოზიტიურ პოდკასტს. სანამ სტუმარს გაგაცნობთ, აუცილებლად უნდა გთხოვოთ პოზიტიური პოდკასტის გამოწერა, დალაიქება, ვიდეოების გაზიარება და პოზიტიური კომენტარის დატოვება ჩემს არხზე. ჩემი პოდკასტის მხარდამჭერია დაფნეს პოდკასტი, სადაც ძალიან მეგობრული გარემოა. ხოლო დღეს ჩვენი სტუმარი იქნება იუთუბერი, მოგზაური, ფრილანსერი, პროფესიული განათლების მასწავლებელი გურო დავითლიძე. გურო, მოგესალმები, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან სასიხარულოა ჩემთვის თქვენი სტუმრობა დღეს. ჩემთვისაც. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ აი ამ სოციალურ პლატფორმებზე. თქვენ ხართ ამ სოციალური პლატფორმების ძალიან ესეთი აქტიური და ესეთი მომხმარებელი, რომელსაც ბევრი გამომწერი ყავს და საიდუმლოებები ცოტა შეიძლება ამასთან დაკავშირებით რომ გაგვიმხილოთ. პირველ რიგში LinkedIn-ზე შევაჩერებ და ჩვენი აუდიტორიის ყურადღებას, ასე ვთქვათ, და გკითხავთ საიდან დაიწყეთ თქვენ აქტიურობა LinkedIn-ზე და როგორც ვიცი ძალიან ისეთი საერთაშორისო ქსელში ხართ, ასე ვთქვათ, ჩართული და ამასთან დაკავშირებით რომ მოგვიყოთ თქვენი ისტორია. კი, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მიხარია აქ ყოფნა. LinkedIn არის ძალიან მაგარი პლატფორმა და ეს აღმოაჩინე 2 წლის წინ სექტემბერში დავიწყე LinkedIn-ზე აქტიურობა და ვთქვი ერთ დღესაც რომ მეთქი ამდენი რამე რაც ვისწავლე, რაც ვიშრომე, რაც მიკეთებია, მოდი ავდგები და სხვა ადამიანებსაც გავუზიარებ რა და რომ შევედი ამ პლატფორმაზე და დავიწყე დაპოსტვა ჩემი ისტორიების გაზიარება, ისეთი მაგარი გამოხმაურება მომყვა, რომ მეთქი აქედან გამსვლელი აღარ ვარ რა. მით უმეტეს იქ LinkedIn-ზე პლატფორმაზე ძირითადად ყოველ შემთხვევაში არიან ძალიან მხარდამჭერი ადამიანები, მუდმივად, რა ვიცი, მილაიქებდნენ, ანუ მიკომენტარებდნენ, მოსწონდათ ჩემი პოსტები, მწერდნენ პირადში, რა მიზიარებდნენ ყველაფერს თვითონაც და მოკლედ მეთქი ვსო, აქ რაღაცა უნდა გავაკეთო და ეს რაღაც იყო ზუსტად პერსონალური ბრენდის შენება. მე ამჟამად LinkedIn-ზე ვარ როგორც ფრილანსერი და როგორც მენტორი. ანუ ადამიანებს ვეხმარები, რომ საერთაშორისო ფრილანს ბაზარზე დასაქმდნენ, აიღონ პროექტები და გახდნენ თავადაც ფრილანსერები რა და 6 წლიანი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში და ზუსტად ამ გამოცდილების გაზიარებაში ვარ დღე-დაღამე ამ პლატფორმაზე, ვაზიარებ ყვები ისტორიებს, ამბებს, რჩევებს და აბსოლუტურად ყველაფერს, რაც დაეხმარება ზუსტად თითოეულ LinkedIn-ზე ყოფ ადამიანს, რომ გადალახონ ეს ბარიერი და დაიწყონ ფრილანსერობა და მოსწყდნენ ამ ზურს ოფისში ყოფნა და ოფისში ჯდომა და მაგას ვებრძვი ძალიან დიდი ხანია. კი ბატონო, მეც ვადევნებ თვალს თქვენს აქტიურობას და თქვენ ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც დღეს ეძებს სამსახურს, სთავაზობთ ფრილანსერობას. რა დადებითი მხარეები აქვს ფრილანსინგს და რით გამოარჩევთ აი უცხოურ ბაზარს საქართველოს ბაზრისგან? დადებითზე რომ ვილაპარაკო არ გვეყოფა ეს პოდკასტი ალბათ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ ხარ თავისუფალი რა და ზუსტად ამ თავისუფლებაზე ვლაპარაკობ ხოლმე ძალიან ხშირად, რომ როდესაც ხარ ფრილანსერი, ხარ თავისუფალი და რას ნიშნავს, რაში გამოიხატება ეს თავისუფლება რა. ჯერ ერთი რომ სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია იმუშაო, შენზე მორგებული გრაფიკი შეგიძლია რომ გქონდეს, ანუ არ არის აუცილებელი რომ დილის 9-დან საღამოს 6-მდე ან 10-დან 7-მდე იჯდე ერთ ადგილას. პლუს ამას შეგიძლია რომ შენი კავშირები გაზარდო, ანუ საერთაშორისო დამკვეთებთან იმუშაო და შესაბამისად ძალიან ბევრ ქვეყანაში გქონდეს შესაძლებლობა რომ აკეთო ბიზნესი, ფრილანს ბიზნესს ვეძახით, ანუ გქონდეს პროექტები და დანარჩენი უკვე ჩვეულებრივად შემოსავლის კუთხითაც მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ როცა საერთაშორისო ბაზარზე მუშაობ, რა თქმა უნდა შემოსავალი ან ლარში მეთქი ევროში ან დოლარში და შესაბამისად აქეთ კონვერტირდება 3-ჯერ უფრო მეტად, ხო? ესაა ყველაზე მაგარი რამ ასევე რაც შეიძლება გააჩნდეს ფრილანს. და მორჩა, ანუ ეგ არის რა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის პირადად მაინც და გონია რომ ყველა ადამიანისთვის არის ის, რომ მოგზაურობ რა.
ანუ არ ხარ მიწეპებული ერთ სკამს, ერთ ოფისს, არ ელოდები შვებულების დღეებს, იმიტომ რომ ჩათვალე რომ სუშვებულებაში ხარ და არა 24 დღე, როგორც არის გაწერილი, ეს არის სრული ჯოჯოხეთი, ამას წინ დავწერე სხვათა შორის LinkedIn-ზე პოსტი, რომ მეთქი 24 დღე არ არის საკმარისი ადამიანების ცხოვრებისთვის რა. მართლა არ არის. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ერთი წელი მუშაობ და ამ ერთი წლიდან მხოლოდ 24 დღე გაქვს, რომ შენ ცხოვრებას მიხედო, იმოგზაურო, ოჯახის წევრთან დრო გაატარო და ასე შემდეგ. აი ამას ვებრძვი, ასე ვთქვათ და აქვე განმარტავ, იმიტომ რომ ბრძოლა ხშირად ვახსენე უკვე რა და მე არ ვებრძვი კონკრეტულად ოფისს. ანუ მე თუ ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ადამიანს უყვარს ოფისში ჯდომა, თუ დილას იღვიძებს ბედნიერი, მიდის ყავას სვამს, თანამშრომლებს ელაპარაკება, იქაური გარემო მისთვის ძალიან ესეთ მშვიდია, წყნარია და გინებით და ლანძღვით და ფურთხებით არ გადის გარეთ, მაშინ შენ ოფისში უნდა დარჩე და უნდა იმუშაო, იმიტომ რომ გიყვარს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი შენთვის პირიქითაა და დილას იფურთხები, ილანძღები, მერე გადიხარი იქ თანამშრომელს ვერ იტან, უფროს ვერ იტან, შვებულება აღარ გაქვს მაშინ რაღაც უნდა შევცვალოთ, ხო? და ზუსტად ამას ვებრძვი რა, რომ იმ ადამიანებს მივცე იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი დატოვონ და სულ სხვა სამყარო ნახონ და ეს სხვა სამყარო არის ზუსტად ფრილანსინგი და ფრილანსერობა გვაძლევს ამას რა. კი ბატონო, ძალიან კარგად განმარტეთ, მაგრამ ეხლა მაინტერესებს როგორ უნდა ჩავერთოთ და დავიწყოთ ფრილანსერობა. ხო, ეს ძალიან საინტერესო კითხვაა და იდეაში კომპლექსურიც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დაუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა, ანუ ვინ ვარ მე? და რას გულისხმობ ახლა რა, არა ეგზისტენციალური კითხვა, რომ ვინ ვარ მე და დაждდე და იფიქრო, არა. უბრალოდ რა პრობლემის გადაჭრა შეგიძლია შენ კონკრეტული დამკვეთისთვის. ანუ რა უნარი გაგაჩნია ისეთი, რომ დამკვეთი ბედნიერი დარჩება და ღამე მშვიდად დაიძინებ შენი დამსახურებით. როგორც კი ამას გადაწყვეტ ჩამოყალიბდები შენ თავში, მერე უკვე იწყება შემდეგი ნაბიჯები. ანუ ნიშა არჩეული გაქვს ჩათვალოთ, ნიშაში ჩამოყალიბებული ხარ, იცი რომ მაგალითად დიზაინი უნდა აკეთო, ვიდეო მონტაჟი უნდა აკეთო, არ ვიცი, ვებ დეველოპმენტი უნდა აკეთო, იურისტი, რაც გინდა. მერე უკვე ვიწყებთ ფრილანს პლატფორმების მოძიებას, მსოფლიოში წამყვანი რამდენიმე ფრილანს პლატფორმა, შეიძლება ითქვას, რავი, Upwork, Fiverr, Freelancer, Guru, რავი, ბევრი ხო, კონტრა მაგალითად და მერე უკვე იწყებ ამ პლატფორმების ძიებას, ამ ყველაფერს ათვალიერებ, ეძებ შენთვის საყვარელ და სასურველ პლატფორმას, იწყებ ამების ოპტიმიზაციას და მერე უკვე ეძებ სამსახურებს, ეძებ პროექტებს, იწყებ გაგზავნებს, პორტფოლიოზე მუშაობ, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი კი არა, ყველაზე მნიშვნელოვანია. და მორჩა, ანუ მარტივად რო ჩამოვაყალიბოთ, ესე იგი ვიწყებთ ნიშის არჩევით, მერე უკვე ვიწყებთ პორტფოლიოზე მუშაობას, იმიტომ რომ ჩავთვალოთ, რომ თუ მაგალითად ჩვენი საყვარელი ადამიანის დაბადების დღეა, ან ყველაზე მაგარი დღეა და გვინდა რომ აღვნიშნოთ და ტორტი უნდა შევუკვეთოთ, ხო? და რომ მივწეროთ ამ ტორტის კომპანიას და უთხრათ, რომ ტორტი მინდა ჩემი, რა ვიცი, დაბადების დღისთვის და გითხრას, რომ აი საუკეთესო შოკოლადის ტორტს გამოგიგზავნი. პირველი რასაც ეტყვი, ალბათ ფოტო მაჩვენე, ხო? ან მანახე როგორი, ან გამასინჯე ბოლო-ბოლო, ხო? როგორ აკეთებ. და ის თუ გეტყვის, რომ იცი რა არ მაქვს და ვერა, ალბათ უარს ეტყვი, ხო ესეა. და პორტფოლიოც ეგრეა რა, ჩათვალე რომ ტორტია შენი პორტფოლიო, უნდა იყოს ისეთი, რომ კლიენტს ანუ დამკვეთს რო აჩვენებ, მოეწონოს, დარწმუნდეს შენ შესაძლებლობებში, დარწმუნდეს იმაში, რომ შენ ამ კონკრეტული პრობლემის გადაჭრა შეგიძლია და მერე უკვე იწყებ მუშაობას. კი ბატონო, ასაგებია. ესე იგი უნდა გქონდეს ხო რაღაცა გამოცდილება კონკრეტულ სფეროში და მერე მივდივართ და იცი რა, შეიძლება არ გქონდეს გამოცდილება და გქონდეს უნარები. ანუ როდესაც ფრილანსერს ლაპარაკობთ, აქ გვაქვს ორი მიმართულება ძირითადად რა. ერთი არის გამოცდილი ფრილანსერი, მეორე არის უნარების მქონე ფრილანსერი. მაგალითად, რო განვარტო ახლა, შეიძლება 10 წელია მუშაობ დიზაინში და ხარ გამოცდილი, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება 1 თვე ან 2 თვე ან 3 თვე ასწავლობ დიზაინს, შესაბამისად გამოცდილება არ გაქვს, მაგრამ უნარები გაქვს. ხო? და ამაზე ყოველთვის ერთი მაგალითი მომყავს ხოლმე და კარგი იქნება რომ აქაც ამაზე ვილაპარაკოთ. მოკლედ რესტორანთან თუ ახლოს ვართ, ამ შიგნით სამზარეულოში თუ შეგვიხედავს, ვიცით რომ არსებობენ იქ კარტოფილის მთლელები, ან კარტოფილის მჭრელები, არ ვიცი როგორც გვინდა, ხო? რომლებიც იწყებენ, ასე ვთქვათ, ზარეულობას და პირველი მაგას აკეთებინებენ ხოლმე რომ ხელი გაიჩვიოს, ზარეულობაში რაღაცა მოვიდეს ფორმაში და ასე შემდეგ. რა მოკლედ პირველი ვიწყებთ კარტოფილის თლით. და მე მაქვს ასეთი შეკითხვა ხოლმე ყველასთან რა, რომ არა კარტოფილის მთლელი, პიურე გაკეთდება? ანუ შეფი გააკეთებს პიურეს? მე მგონი ვერ გააკეთებს, ხო? ანუ კარტოფილი უნდა გაითალოს, რომ უმაღლესი დონის შეფმა პიურე გააკეთოს. შესაბამისად, ეს მცირე უნარებიც ხო საჭიროა საქმეში, ანუ რესტორანში. იგივე ხდება ფრილანსშიც რა. შეიძლება გქონდეს მცირე უნარები, რომელიც ახლახანს ისწავლე და ეგეც გაყიდო. თავარი არის, რამდენად სწორად დაანახებ ამ უნარებს იმ დამკვეთს, რომელიც შენს წინ იქნება რა. კი ბატონო.
უნდა ვიყოთ კარტოფილის თველები, მოკლედ ხშირ შემთხვევაში. გასაგებია, კი ბატონო. და რაც შეეხება კონკურენციას, Upwork-ზე მაგალითად. აი, მაინტერესებს როგორ უწევთ კონკურენციას სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და კიდე მეორე კითხვა ესეთია, ეს პირობითად პროექტი რამდენ ხანს გრძელდება და ის სტაბილურობას როგორ ინარჩუნებთ? კი, ან კონკურენცია არის ყველგან. ნებისმიერ სფეროში, აქაც, არა მხოლოდ ფრილანსში, არამედ ნებისმიერ სფეროში კონკურენცია არსებობს. ფეხბურთშიც კი კონკურენცია არსებობს და თუ მაგალითად კარგი ფეხბურთელი ხარ, კონკურენციის გარეშე ვერ გაიზრდები რა. როცა იცი, რომ ცუდად თუ ითამაშე, შენ უკან ვიღაც დგას და ის ითამაშებს შენს ნაცვლად, მერე ვითარდები. და ამ კონკურენციას ძალიან ისე უყურებენ ხოლმე ძირითადად ეს დამწყები ფრილანსერები და გონიათ, რომ არის საშინელება. პირიქით, მაგასა აქ მუღამი, რომ ვიღაც არსებობს, ვისაც შეუძლია შენი ჩანაცვლება ან შენს ნაცვლად იმის კეთება, რასაც აკეთებ და ამის გამო მუდმივად უნდა განვითარდე. და თუ კონკურენცია არ იქნება, ვერ განვითარდებით, ხო? და როგორ ვუძლებთ კონკურენციას მარტივად? ერთი შეხედვით, ყოველდღიურად მუშაობთ ჩვენ თავზე, ყოველდღიურად მუშაობთ იმაზე, რომ გქონდეს ძალიან მაგარი პორტფოლიო და მერე უკვე არ ვჩერდებით, ანუ რა ვიცი, დღეში საათები ვატარებდი ხოლმე ერთ პლატფორმაზე რა, სულ ვაგზავნიდი, YouTube-ზე ვიჯექი, ვსწავლობდი და მერე უკვე ვიღებდი ამ პროექტებს. და ეს ხანგრძლივობაც დამოკიდებულია თვითონ პროექტზე. რა შეიძლება ერთი პროექტი 3 დღე გაგრძელდეს და შეიძლება 3 წელი გაგრძელდეს. რა მე მიმუშავია 1 დღიან და 3 დღიან პროექტზეც და მიმუშავია 3 წლიან პროექტზეც და მქონია რა ვიცი, თვეში სტაბილური შემოსავალიც, ხო? და გააჩნია რა მოკლედ როგორი ტიპის პროექტს აიღებ და ასევე გააჩნია შენი ცხოვრების სტილსაც. შენ თუ მაგალითად უფრო მეტად თავისუფალი ტიპი ხარ, არ არის რა ეს შენი საქმე რომ ყოველ დღე 1 წელი 2 წელი ერთ და იგივე ის პროექტი აკეთო რა. გირჩენია რომ მალ-მალე იცვალო, სხვადასხვა დამკვეთები ყავდეს და ეს შემოსავალი რაც დაგენერირდება, მე გამოიყენო მოგზაურობაში მაგალითად და ასე შემდეგ რა. კი ბატონო, და ინგლისური ენის სწავლა და მის გამოყენება თუ არის აუცილებელი? კი, ინგლისურთან მიმართებაში გვაქვს ორი შემთხვევა. ერთი, როცა ინგლისური მართლა გჭირდება მაღალ დონეზე და მეორე საერთოდ არ გჭირდება, ან დაბალ დონეზე გჭირდება. ახლა თუ მაგალითად შენ გაქვს ვიცი, სურვილი რომ იყო კოპირაიტერი, თუ გინდა რომ წერო ინგლისურად, თუ გინდა რომ კონსულტაციები ატარო ინგლისურად, ან კოუჩინგი ჩაატარო, ინტერვიუები ჩაატარო და ასე შემდეგ, მან ან თუნდაც ედიტინგი გააკეთო, ხო, იმ ტექსტის მონტაჟი კი არა, რედაქტირება. მან რა თქმა უნდა მაღალი დონე საჭიროა რა და ყველა ვარიანტში უნდა ისწავლო ძალიან მაღალ დონეზე. მაგრამ მეორე მხრივ შენი საქმიანობა თუ არ მოიცავს ან მოითხოვს ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, შეგიძლია დარგობრივი ინგლისური ისწავლო. ანუ მაგალითად დარგთან დაკავშირებული ტერმინოლოგია რა და ამის ეს გაგიადვილებს მერე უკვე. მაგრამ საბოლოო ჯამში დამწყები თუ ხარ და არ იცი ინგლისური, შენი ნომერ პირველი მიზანი უნდა იყოს ეგ, რომ ინგლისური მაინც მაღალ დონეზე ისწავლო და რატო? იმიტომ რომ სულ დამწყები არ იქნები, განვითარდები, ახალ პროექტებს აიღებ, შეფასებებს დააგროვებ, თანხას გამოიმუშავებ და მერე უკვე როცა მაღალი დონის კლიენტები მოვლენ შენთან, მათ მოუდება გასაუბრება, დალაპარაკება, ჩახედვა შიგნით პროექტში, მოყოლა შენ, რა ვიცი, ამბები უნდა მოუყვე, შენი გამოცდილება გაუზიარო, შენი იდეები და აი მანდ უკვე კომუნიკაციაში უნდა შეძლო შესვლა. და ეს რა ფორმით ხდება, ანუ ისინი გერთვებიან? ინტერვიუები გაქვს ჩვეულებრივად, კი, ან Zoom-ში, ან კი, დარეკვით და ვიდეო თვალით. და აი ამ კლიენტებთან ურთიერთობას როგორ შეაფასებდით? ხო, როგორ მიმდინარეობს? კი, კლიენტებთან ურთიერთობა გააჩნია პროექტს, ასევე მე მქონია შემთხვევა რომ მაგალითად დღეში ერთხელ 5 წუთიც არ ველაპარაკებოდი და ეგრევე მუშავე 3 წელი დაახლოებით. უბრალოდ რაღაცას მიგზავნი და მე უბრუნებდი პასუხს, მე ის საბოლოოდ შენიშვნები რაც ექნებოდა მწერდა და მე ვეუბნებოდი უბრალოდ ატვირთულია ვიდეო და მორჩა რა. ანუ ჩათვალეთ რომ საერთოდ ჯამში ამ 3 წლის განმავლობაში დახარჯული გვაქვს ერთად, რა ვიცი, 1 საათი ალბათ, ან მეტი 2-3 საათი, კაი, ერთი ძალიან ცოტა. მაგრამ მქონია შემთხვევები, როცა ყოველდღიურ რეჟიმში მიწევდა მიმოწერა, ლაპარაკი, რაღაცეების იდეების გაცვლა, იქ ჩასწორებები და ასე შემდეგ რა. დიახ, და ესენი არიან როგორც მე ვხვდი, რაღაც წარმომადგენლები. უცხოელები არიან, რომლებსაც ფიზიკური პირები არიან, ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად ფიზიკურები არიან, იმიტომ რომ კომპანიისგან არიდებენ ხოლმე თავს რომ დაიქირაონ კომპანიის მხრიდან, იმიტომ რომ გადასახადები უწევთ და რაღაც ცალკე ისა აქვთ, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება რომ კომპანიის წარმომადგენლებიც იყვნენ რა. და ჩვეულებრივად ნებისმიერ შეიძლება დაგეკონტაქტოს. დიახ, და ამბობენ რომ აი ეს აზიური ქვეყნების წარმომადგენლები უფრო შეღავათიან ფასში მუშაობენ და ამასთან დაკავშირებით. კი, ვინც მაგას ამბობს, მინდა ხოლმე რომ დაუჯდე და ველაპარაკო ძალიან თელი ღამე, თელი დილა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეგ არის სტერეოტიპულად
არ ვიცი, გავრცელებული იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ვერ მიაღწიეს წარმატებას. და რო არ დათანხმდნენ ერთი, მერე ხელი ჩაიქნიეს, მერე დაბალ ბიუჯეტს, შეც იმუშავე თავიდან დაბალ ბიუჯეტს, რატო არ მუშაობ? არ გინდა, გიტყდება, ეხა 3 დღე $20-ზე რანაირად ვიმუშაო და მერე ანებებენ თავს რა და ისინდოელი მუშაობს 3 დღე $20-ზე. ანუ ხო, დავიწყოთ მერე კი 30-ზე, 40-ზე და 3 წელიწადში უკვე თვეში $2000 იღებენ, მაგრამ ჩვენ გვიჭირს მაგნაბიჯების გადადგმა. ეგაა თქვენ გავლილგზას როგორ გაიხსენებთ? ეგრე ზუსტად, ანუ საშინელი სამუშაო ის მქონდა გარემო საბოლოო ჯამში, გულისხმობ იმას, რომ მართლა დღეები მიმუშავი 10, 15 და $20 ამ პროექტზე, რაც არის სრული სიგიჟე მართლა ამ გადმოსახედიდან, მაგრამ აი ზუსტად მაგას ვფიქრობდი რა, რომ დღეს თუ $20-ზე ვმუშაობ, 1 წელში, 2 წელში და 3 წელში $2000 მექნება და $2500 მექნება თვეში და მქონდა. ხო, ანუ ეგ არის რა, როცა შენ ჩადებ აი ამ ძალისხმევას და ყველაფერს, რაც საბოლოო ჯამში გაქცევს მე ფრილანსერად, მიიღებ იმ შედეგს, რაც გინდა რა და იქნები წარმატებული, მაგრამ ეს გვიჭირს. თავიდანვე გვინდა $2000. მეც მინდა და რატო არა? ანუ პირველ შეკვეთას ესე თუ გაიხსენებდით? 2020 წლის 16 დეკემბერი. და რას შეეხებოდა? ვიდეო მონტაჟი გავაკეთე ერთი ინდოელი კლიენტისთვის, დამკვეთისთვის და იყო აი რაღაც YouTube ვიდეო სასაცილო ჟანრის რა. და კარგად მახსოვს ის $10. რა ვიცი, ყველაზე მეტად ეგ მახსოვს, ყველაზე ტკბილი ეგ იყო. ხუმრობ ხოლმე ძმაკაცებს დაურეკე, მეთქი დავლიოთ, ხო და ანუ $10 არაფერი არ არის. და არც 15, არც 20 და არც 30, მაგრამ 1 წელი საერთოდ არ მუშაობდი მაგის გამო, რომ ფული მეშოვნა. 1 წელი მუშაობდი, რომ ნდობა მომეპოვებინა. და როგორც კი ნდობა ჩნდება, მე უკვე შესაბამისად ანაზღაურებაც მატულობს. იმიტომ რომ ადამიანები გენდობიან და შენ როცა შედიხარ ფრილანს პლატფორმაზე, ხარ არავინ. სულ 20 წლიანი გამოცდილება გქონდეს ფრილანს პლატფორმაზე თუ არ გაქვს შეფასება, თუ არ გაქვს გამოცდილება და გამომუშავებული თანხა, თუ არ ჩანს იქ, ხარ დამკვეთისთვის არავინ. ამიტომ არის ნდობა მოსაპოვებელი და ზუსტად მასე უნდა მივახციოთ ამ წარმატებას რა. ბატონო, თქვენ YouTube პლატფორმა ახსენეთ და YouTube-ზე საკმაოდ პოპულარული ხართ და რა ვიცი, გისურვებთ რომ კიდევ უფრო ცნობადი გახდეთ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ისეთ კეთილ საქმეს აკეთებთ, მოგზაურობთ და აცნობთ ჩვენს თანამოქალაქეებს, სხვა ქვეყნის კულტურას და ასევე საქართველოშიც მოგზაურობთ, ხო? კი ბატონო, აი რატომ აირჩიეთ ეს მიმდინარეობა, ასე ვთქვათ, YouTube-ზე და აი YouTube პლატფორმასთან დაკავშირებით რას ეტყოდით აუდიტორიას, თუნდაც იმათ, ვინც დღეს ცდილობს, რომ ამ კუთხით განვითარდეს? კი, ძალიან მიყვარს მოგზაურობა. წლებია უკვე მოგზაურობ, იდეაში დავიწყე საქართველოთი 2016-2017 წლებში, გადავდგე გნაბიჯი, ჩემმა ლექტორმა წამიყვანა პირველად სალაშქროდ და მოკლედ იქიდან მოყოლებული დავდივარ. საქართველოს მართლა მოვლილი მოქვს ფეხით, ავტოსტოპით ვიმოგზაურე და მაქედან მოყოლებული, როცა უკვე მივხვდი, რომ ამოვწურე ის რესურსი, რაც აქ მქონდა, მეთქი დავიწყებ ამ ყველაფრის გაზიარებას სხვებისთვისაც რა. ოღონდ გარეთ, ქვეყნის გარეთ გავიდოდი და მე ამ ყველაფერს ადამიანებს გავუზიარებდი. და როგორც კი ეს დავიწყე, თავიდან ძალიან ცოტა ნახვები მქონდა ხოლმე 100-200 ნახვა და რაღაცა ეს ჩავარდნები მქონდა რა, მოტივაციის დავარდნები, მეთქი არავის არ აინტერესებს ის, მაგრამ მაინც ყოველთვის ხელახლა უბრუნდებოდი და მე რაღაცნაირად მოახერხე, რომ შედარებით სტაბილურობა დამეჭირა, მე ფინანსური ჩავარდნებიც იყო, იმიტომ რომ მოგზაურობა არის ყველაზე ხარჯიანი კონტენტი, რაც შეიძლება აკეთო YouTube-ზე რა. ეხლა პოდკასტი თუ გინდა დაიწყო, სიტყვაზე ვამბობ რა, შეიძლება $10,000 ჩადო კარგ აპარატურაში და რა ვიცი, ქირის გარდა 1 წელი, ან 2 წელი, შეიძლება 3 წელიც გქონდეს რა ეგ აპარატურა და მორჩა, ხო? სიტყვაზე ვამბობ, ბევრი ხარჯია კიდე, მაგრამ მაინც. და მოგზაურობაში 10,000 შეიძლება რა ვიცი, 1 კვირიან, 2 კვირიან მოგზაურობაში დაგჭირდეს, ხო? სამოგზაურო კონტენტს როცა იღებ და ამიტომ ცოტა ფინანსურად ის არის რა, მაღალ ბიუჯეტური. და ამ ჩავარდნების მერე, ამ ყველაფრის მერე მაინც უბრუნდებოდი, მაინც მეთქი მიდით, ზუსტად ჩემ ვიდეოებს უყურებდი, მერე რა გამოვასწორო, სხვების ვიდეოებს უყურებდი, რა ვქნა, როგორ ვქნა რანაირად და მერე უკვე ვიზრდებოდი მეც რა და ახლა რა ვიცი რამდენიმე ათეული ღამაკლი 10,000-ზე ავალ, რაც ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევაა, როცა 100 და 200 ნახვას ნახულობ და მე უცბად 30,000 ნახვას ეგ არის ნახტომი, რაც მოტივაციას გაძლევს და მგონია რომ უფრო და უფრო წინათ წავართ რა. თქვენი პოსტი ვნახე რომ აი შეუძლიათ ადამიანებს, ვინც აი ფრილანსინგით არიან დაკავებულები და ესა დაინტერესებულები, უბრალოდ რაღაცა კურსი გაიარონ, ხო თქვენთან თუ სწორად მახსოვს, აი რა შეგვიძლია ვისწავლოთ
ამ კურსზე დარეგისტრირებას? მე მაქვს რამდენიმე მიმართულება იდეაში, ერთი კონსულტაციები, მეორე ციფრული კურსი, მესამე პროგრამა მაქვს ერთთვიანი და ძირითადად ამ ერთთვიან პროგრამაში ვარ ჩართული რა, რომლის ფარგლებშიც გავდივართ ესე იგი 3 freelance პლატფორმას, იდეაში Fiverr-ს, Upwork-ს და LinkedIn-ს. LinkedIn-იც მაქვს მოსაზრებული როგორც freelance პლატფორმა და ვცდილობ რომ ადამიანებს დავანახო როგორც freelance პლატფორმა. პლუს მე დამკვეთებთან კომუნიკაციაზე ვლაპარაკობთ, პროექტების მენეჯმენტზე, LinkedIn-ზე წერის სტრატეგიებზე, კონტენტზე და ბევრ რაღაცაზე რა და ზუსტად აი ამ მიმართულებით ვცდილობთ განვითარდეთ, ერთი თვე გრძელდება ხოლმე ჯამში 8 ჯგუფური შეხვედრა გვაქვს, ინდივიდუალური შეხვედრებიც გვაქვს და საბოლოოდ კარგი შედეგებიც, რაც თავარია, ბევრმა ადამიანმა გადადგა პირველი ნაბიჯები და დიახ, აი გუნდა მეკითხა, ხო, ანუ თქვენმა, ასე ვთქვათ, სტუდენტებმა უკვე დასაქმდნენ იქ და აღწევენ წარმატებას, ხო, კი, პროექტები აიღეს, ძალიან კარგად არიან და ეგ ჩემთვისაც მნიშვნელოვანია. კი ბატონო, ანუ თქვენ ასწავლეთ საფუძვლებს, როგორ უნდა მოხდნენ და როგორ პირველი ნაბიჯების გადადგმას რა, აი მე ახლა ფრილანსერად ვერავის ვერ გავხდი ერთ თვეში. იმიტომ რომ მე რასაც გიზიარებ შენ თუ შენს ტყავზე არ გამოსცადე, ფრილანსერი ვერ იქნები, ხო? შენ თეორიული ყველა ცოდნა გექნება, მაგრამ საბოლოოდ შენ და გამოსცადო ეს, რასაც გაგიზიარებ და პირველი ნაბიჯების გადადგმაში ვეხმარები. რომ პირველი ნაბიჯები გადადგან და მე უკვე მიყვნენ რა ამ პროცესში. შეიძლება ზოგმა თავი დაანებოს, ზოგს მოეწონოს, ზოგმა ხელი ჩაიქნიოს, ზოგი ძალიან მაგარი გახდეს, ეს ლოგიკურია, ხო და მაგას ვცდილობ რომ ყველა ძალიან მაგარი გახდეს. კი ბატონო, ეს პასიურ შემოსავლად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ხო? იდეაში შეიძლება, კი. ანუ რამდენიმე მიმართულებით ახლა მე დივერსიფიკაცია არის ყველაზე მაგარი სიტყვა, რაც ამ ბოლო წლებში გავიგე რა, თუნდაც ინვესტიციების კუთხით, თუნდაც საქმის შემოსავლის კუთხით და ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა მეხმარება რა, რაც შეიძლება მეტი შემოსავლის წყარო უნდა გქონდეს, რომ თავი მშვიდად იქროს. დიახ, კი ბატონო, აი შემდეგი კითხვაც მაგას ეხმაურება ზუსტად, აი ეს პროფესიული განათლების მასწავლებელი ბრძანდებით და აქ რა სიახლეები გვაქვს ამ განათლების სფეროში, როგორ მიმდინარეობს თქვენი ასე ვთქვათ საქმიანობა? ხო, მე პროფესიული მიმართულებით ვარ, ანუ ზუსტად ვიცი რა ხდება ახლა პროფესიულ განათლებაში. ერთი კარგი რაც არის ის, რომ მგონია რომ უფრო მეტი დაინტერესება ამ მიმართულებით და მომწონს ისიც, რომ ინგრევა სტერეოტიპი პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით. ადრე იყო რაღაცნაირად აი საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ პროფესიულში მარტო ოროსნები მიდიოდნენ და ჩაჭრილები და ასე შემდეგ და მაგის დანგრევა და გარღვევა რო ხდება, ეგ ძალიან მახარებს და მყავს სტუდენტები, ადამიანები, ბავშვები, იდეაში 15-დან 18 წლამდე ძირითადად, რომლებიც მართლა მაგრად აზროვნებენ, მართლა მაგრად შეუძლიათ რაღაცების შეცვლა, ცვლილებების შეტანა და მგონია რომ ძალიან მაგარი თაობა გვყავს რა და ძალიან იმედიანად უყურებ ამ ყველაფერს რა. კარგი. იბატონო და ამასაც კიდევ რამე სხვა კურსებიც ხო არა გაქვთ, რაც აი პასიურ შემოსავალს უკავშირდება განათლების მიმართულებით? ხო, იდეაში განათლებაში ვარ, ანუ ვარ მასწავლებელი რამდენიმე კოლეჯში, პლუს LinkedIn-ზე ვარ, იქით freelance ამბებში ვარ, ხანდახან კონსულტაციებს ვატარებ, ხან ტრენინგებს ვატარებ და ასე ძირითადი ჩემი საქმიანობა არის სწავლება, ანუ განათლება და განათლების გაცემა, ასე ვთქვათ და დანარჩენი უკვე ხო რა, იქ YouTube პლუს და ბევრ რაღაცას ყველას ვეკითხები ხოლმე, ხო, ჩემი სტუმრები ძირითადად აი მრავალპროფილიანი ადამიანები არიან და ვეკითხები ხოლმე, რომ ამდენრამეს ან როგორ ასწრებთ და მეორე კითხვა კიდე არის, რომ აი ამ ყველაფრის მიღმა როგორია გურო? ხო, ამ ყველაფერს ვასწრებ, იდეაში არასდროს არ მაქვს ხოლმე, რომ აი ყოველთვის ცალია ყველასთვის რა მაინც. აი ეგეთი ტიპი ვარ, რომ აი რო არიან ადამიანები, ხო, რო აი რაღაცა ვერ არ ცალია შვიდგან მუშაობ, არა, ყოველთვის ვახერხებ, რომ ადამიანებს დრო დაუთმო თუ მინდა და თუ მიყვარს. ხო და აი ესაა რა, რომ თუ რამდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებ, ან ყველა ისე უნდა გააკეთო, როგორც ერთ საკეთებ, ან საერთოდ არ უნდა გააკეთო რა. ხო და ეგ არის, რომ ყველა საქმეს სჭირდება ხარისხიანად გაკეთება და ამას ვცდილობ. შეიძლება რაღაც მომენტებში არ გამომდის, მეც ადამიანი ვარ და ან შეცდომებს უშვებ, ან ვიღლები, ან უბრალოდ ეგეთი გარემოა, მაგრამ მაინც ვახერხებ რა, აი ალბათ ეს დროის მენეჯმენტი ფრილანსში რაც ყოველთვის მეხმარებოდა და მაქვს და მგონია რომ კარგად გამომდის, არის მთავარი, რა ვიცი, ამომავალი წერტილი ამ ყველაფრის, რომ დროს უნდა მართვა რა. და მეორე მხრივ ამ ყველაფერში გურო როგორია და რავი, ჩვეულებრივი რა, აი მოგზაური, მოხეტიალე ტიპი, რომელსაც არ აინტერესებს აი რაღაცა პიჯაკიანი გარემო და
შეურაცხყოფას არ ვაყენებ ბიჯაკი ახალს უბრალოდ ჩემთვის არის ძალიან ესეთი მომაბეზრებელი და მოსაწყენი და რავი, ეგრე ვარ, ანუ არაფერი ისეთი განსაკუთრებული. საქართველოში, როგორც ვახსენეთ, ეს პრობლემა არის დასაქმებასთან დაკავშირებით და თქვენი აზრით რას უკავშირდება აღნიშნული პრობლემა და მართლა რეალურია ის, რომ ადამიანები ვერ პოულობენ სამსახურს თავისი? არის რეალური, ამის მიზეზი რამდენიმე არსებობს. ერთი ის, რომ თვითონ დამსაქმებლები არ ექცევიან სწორად პოტენციურ ასე თქვა დასაქმებულებს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ანაზღაურების კუთხით არის სასაცილო შემოსავალი, რაც უბრალოდ საცხოვრებლად კი არა, ანუ არაფრისთვის არ ყოფნის. მეორე მხრივ არის მაინც გინდა არ გინდა, ნეპოტიზმი არის, გინდა არ გინდა, იმიტომ რომ ბევრი შემთხვევა ხა ჩემ გარშემო მე სტუდენტებს ყოველდღიურად ველაპარაკები და ვისაც ველაპარაკები ძირითადად კორპორატიული გარემოდან მოდიან და ყველაფერი კარგად ვიცი იმის მიუხედავად რომ მე არ მიმუშავია იქ და დანარჩენი არის კვალიფიკაციის ამბებიც ხო, იმიტომ რომ ზოგი მაგალითად არ არის იმდენად კვალიფიკაციის მქონე რამდენადაც საჭიროა, თუმცა ეს არის ყველაზე ნაკლებად რა. მაინც მე მგონია რომ დასაქმების ამბავში თავარი გამოწვევა თუ პრობლემა არის კომპანიების არასწორი დამოკიდებულება და არაჯანსაღი დამოკიდებულება კადრების მიმართ რა. დიახ, და გამოსავალს რა შეხედავთ? კომპანიები უნდა ამოყირავდეს თლიანად. ორგანიზაციულად უნდა შეიცვალოს, სტრუქტურები უნდა ჩამოირღვეს, კარგი გაგებით რა თქმა უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ შენ გჭირდება თანამშრომელი და არა მონა და უნდა გაუფრთხილდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ყავთ რა, ან ეყოლებათ მომავალში და ეს ყველაფერი მე გამოასწორებს ამ გარემოს. იმიტომ გავრბივართ ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე, რომ გვინდა შემოსავალი მეტი და აქ თუ შენ მომცემ იმდა შემოსავალს, რომ მე გასაქცევი აღარ მქონდეს არსად და ვრჩებ. ხო ესე, მაგრამ არ ვაკეთებთ მაგას, არ აკეთებენ იმის მიუხედავად, რომ აქვს შესაძლებლობები და მილიონიანი კომპანიები არსებობენ, რა ვიცი, რომლებიც ძალიან დიდ თანხებს გამოიმუშავებენ. ხელფას უხდიან ძალიან სასაცილოს ისეც რომ მართლა არაფერში არ ყოფნის რა. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ აი ფრილანსერობის შემთხვევაში, რომ აი მაგალითად, როდესაც გვინდა რომ დავიწყოთ, უნდა დავთანხმდეთ დაბალ პირობითად შემოთავაზებას და ამ საქართველოს ბაზრის შემთხვევაში ეს რატომ არ ამართლებს? ანუ რომ დავთანხმდეთ მაგალითად იმიტომ რომ იქ შენ იცი რომ დღეს რო დაბალს დათანხმდები, ხვალ 10 მაგ და 20 მაგ შემოსავალს მიიღებ და აქ რო დათანხმდები, ყველა აღარ ვიტყვი ახლა რა, ანუ ზემოდან რა ვიცი რა, გადაგივლიან და არაფრის შესაძლებლობას არ მოგცემენ. ხო ხდებით რა და იქ ხდები მაგას და ანალიზებ. მეორე მხრივ როცა გავდივართ საერთაშორისო ბაზარზე, იქ დამსაქმებლები ხშირ შემთხვევაში არიან ისეთი ქვეყნებიდან, სადაც არ არის მაღალი შემოსავალი, ხო? მაგალითად, თუნდაც ავიღოთ აზიური ქვეყანა ინდოეთი, სიტყვაზე ვამბობ. და ის არ გიხდის ისეც რა, მაგრამ შენ რო 1, 2, 3, 4 პროექტს აიღებ ეგეც, მე უკვე აი შეუძლებელია, რომ ისევ დაბალ შემოსავალზე დარჩი. ამაში ვარ 100% დარწმუნებული. დღეს თუ მაგალითად გექნება ერთ პროექტში 20-დან $50-მდე, ერთ წელში და ორ წელში შენ გექნება 300, 400 და 500 დოლარამდე. და საქართველოში პირიქით ხდება რა. თუ დათანხმდი 700 ლარიანს, თავზე ხელს გადაგისვამენ და გეტყვიან ყოჩახ და ახლა შენ 750 ლარი. რას ურჩევთ ადამიანებს, ვისაც სურს დაიწყოს თავისი ბრენდის შენება? ხო, ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ვურჩევ იმას, რომ ფარდის უკან დამალულები ნუღა არიან რა. გამოვიდნენ, დაიწყონ წერა LinkedIn-ზე, დაიწყონ საკუთარი აზრების გაზიარება, დაიწყონ თავიანთი პროფესიონალიზმის ჩვენება და მერე უკვე ამ ყველაფრის გაყიდვა. დაიწყონ Instagram, YouTube, TikTok, სხვადასხვა სოციმედია ქსელები, აბსოლუტურად ყველგან უნდა იყვნენ, ყველგან უნდა ჩანდნენ და თავიანთი პოზიციონირება უნდა მოახდინონ სწორად, რაც მთავარია რა. მე თუ მინდა რომ გურო მახსოვდეს, ყველას უბრალოდ ახსოვდეს როგორც ფრილანსერი, მე სულ ფრილანსზე უნდა ვილაპარაკო. აი LinkedIn-ზე ეგ არის, რომ ძალიან ბევრს ეშლება ხოლმე, როდესაც იწყებენ LinkedIn-ზე აქტიურობას და არიან ყველა ფერჩიკები, ასე ვთქვათ რა. და მე მაქვს ეგეთი ხედვა და მქონდა რომ მე ვიღაც რო სიტყვა freelance ან freelancing-ს ახსენებს, მინდა რომ გურო გაახსენდეს. და ამიტომ ვინც ახლა გეგმავს ბრენდის შენებას, ჩამოყალიბდეს ვინ არის, რას აკეთებს და ადამიანებმა როგორ გინდა რომ დაიმახსოვრონ, როგორ გინდა რომ დაგიმახსოვრონ რა და როგორც კი ამას რაღაცნაირად ჩამოაყალიბებ შენ თავში, მე უკვე გამოჩნდება ყველა ის
მხარდამჭერი, რომელიც შენ გჭირდება რომ ბრენდი გაზარდო. კი ბატონო, ერთსაც კითხავ, ანუ თუ მე დავიწყე პოსტვა და აი აქ რაღაცა ხელოვნური ინტელექტი ჩავრიე, იქნება თუ არა ეს პოსტია ისეთი გავარდნადი, როგორც მე აი გულწრფელად დავწყე. LinkedIn-ზე შემიძლია დანამდვილებით თქვა, რომ თვითონ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ პოსტებს უკანაგდებს, ანუ ალგორითმი საწინააღმდეგოდ მუშაობს და არავის არ ურჩევ რომ ეს გააკეთოს და მეორე მხრივ ჯობია შენ დაწერო და ცუდად დაწერო, ვიდრე ხელოვნური ინტელექტს დააწერო. დიახ, და თუ მე მაქვს ამაში, როგორც თქვენ თქვით, 4 მოწონება, მაინც ვაგრძელებ პოსტვას, სანამ ანუ თუ 4 მოწონება გაქვს 1 წელი, ესე იგი გჭირდება ვიღაც, ვინც გასწავლის როგორ უნდა კონდეს 100 მოწონება. და თქვათ იქ გავხდი რაღაცა ისეთი ბევრი ლაიქი მაქვს. და ეს რაში მეხმარება, გარდა იმისა, რომ აი ერთი რო ცნობადი ხარ, მეორე რო ავტორიტეტი გაქვს, მესამე რო პროექტები შემოდის ისე რომ შენ არაფერს აკეთებ, ანუ ადამიანები გთავაზობენ, სამსახურებს, პოდკასტებში გიწვევენ, სადღაც სემინარებზე მიდიხარ, კონფერენციებზე გიწვევენ, სამიტებზე გიწვევენ, იქ ლაპარაკობ, ხალხს იცნობ. მე შეიძლება რომ რაღაც სერვისები გქონდეს, ამ სერვისებზე ლაპარაკობ, ყიდი საკუთარ თავს, ცოდნას და მონეტიზაციას ახდენ. ხო? იმიტომ რომ ლაიქებს სახში ვერ წაიღებ, ხო ესეა, როცა მშიერი კავშირი, ამიტომ მონეტიზაცია უნდა გააკეთო. აი მონეტიზაციაზე რას გვირჩევდით, როგორ უნდა, ასე ვთქვათ, დავაინტერესოთ ალგორითმი იმითი, რასაც ვაკეთებ. უნდა აკეთო ყოველთვის, ყველაფრის მიუხედავად რა. აი ჩავარდნების 100 ნახვა გააგრძელე. აი LinkedIn-ზეც ეგრე იყო რა. 4 ლაიქი გაქვს, მაინც უნდა გააგრძელო პოსტვა. 100 ლაიქი გაქვს, მაინც უნდა გააგრძელო პოსტვა. ანუ მუდმივად არ უნდა ჩააგდო რა, იმიტომ რომ არ გპატიობს საბოლოო ჯამში ეს YouTube ალგორითმი ჩავარდნას და აი ეს თანმიმდევრულობა ყოველთვის რო ხარ და ჩანხარ, აი გეხმარება მე რომ აი საბოლოოდ წამოიღო შედეგი. კი, ანუ მე მაგალითად ვამბობ ახლა და მაქვს ნათქვამი რომ თვეში 2 ვიდეო როგორღაც უნდა დავდო. და ესაა ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა რა, იმიტომ რომ თვეში 2 ვიდეოს დადება არ არის მარტივი ამბავი, ხო? და მონეტიზაციის კუთხით საქართველოში შედარებით დაბალია. მონეტიზაცია, ანუ YouTube რასაც გვიხდის, არის დაბალი იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც რეკლამაში უფრო მეტი ფული იდება, მაგალითად დასავლურ ან ამერიკულ აუდიტორიაში, თუმცა აქაც შეიძლება რომ თვეში მაგალითად 1000, 1500, 2000 დოლარი გამოიმუშაო, რაც მგონია რომ არ არის ცუდი. მით უმეტეს ლარი გვაქვს ჩვენ, კურსი იცვლება, 3-ზე მრავლდება და შესაბამისად შეგიძლია რომ რაღაცა საარსებო მინიმუმი გქონდეს რა, უფრო მეტიც. ხო, აი მაინტერესებს YouTube-ს რო დაუბრუნდეთ. ხო. ხო, ქართველები რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ აი გამორჩეული, პირობითად კონტენტი ვაკეთოთ, ხო, სხვებისგან. აი თქვენს ვიდეოებს ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაც ესეთი ნიშა აქვს, რაც სხვების პირობითად ვიდეოებისგან გამოარჩევს და აი რატომ უნდა გიყუროთ მაყურებელმა? ხო, იცი რა არის, ძალიან გულწრფელი კონტენტი მაქვს ალბათ რა, ან გულწრფელი ვიდეოები რას გულისხმობ, რომ ან რაც არის ეგ არის რა. არ ვიცი ეგ რამდენად კარგია, რამდენად ცუდია, მაგრამ ერთადერთი რაც მგონია რომ პირველ რიგში გამოსასწორებელი მაქვს ჩემი გადმოსახედიდან არის ამბის თხრობის უფრო მეტად კარგად აწყობა და წინასწარ დაგეგმვა, რაც საბოლოო ჯამში მგონია რომ უფრო კარგ შედეგს მომიტანს, მაგრამ მეორე მხრივ აი მართლა რაც არის ეგ არის რა, ანუ რაც ვარ ეგ ვარ და არაფერი არ არის არც გადამეტებული, რასაც ვაკეთებ მართლა იმას ვიღებ. რაღაცა არ თამაშობ იმ კამერის უკან თუ კამერაში და ალბათ ეგ არის ის თავარი გულწრფელობა, თორე სხვა ჩემზე უკეთეს ვიდეოებსაც დებენ, ჩემზე უკეთესადაც იღებენ და ძალიან დიდ პატივსაც ვცემ ყველას აბსოლუტურად ვინც თავის საქმეს აკეთებს. ყველა ხომ არ გიჭირდათ თავიდან ეს კამერასთან ურთიერთობა გულისხმობა, რომ მიდიხარ და რაღაცებს საუბრობ? ახლაც მიჭირს. სხვა შორის საქართველოში უფრო რო ვიღებ ხოლმე შედარებით აქ მიჭირს, უცხოეთში არა, რატოღაც გონია რომ აქ ყველა მიყურებს, არ ვიცი რატო და ახლაც მიჭირს, მაგრამ აინც ვაკეთებ და ეგ არის რა, რომ ეხლა ხო არ ვიტყვი რომ კაი კომპლექსი მაქვს და მოდი აღარ გადავიღებ. პირიქით, რაც მიჭირს, იმას ვაკეთებ. და ვისაც რავი ეშინია თუ კომპლექსი აქვს თუ რავი რა ნებისმიერი რამ უნდა გადავლახოთ ამას უნდა დავეჯახოთ რა სხვანაირად არ გამოვა და ბევრი არ იწყებს YouTube-ს და კონტენტს სხვათა შორის იმიტომ რომ ეშინია კამერის ეშინია სხვები რას იტყვიან ეშინია რომ ვიღაც დასცინებს ეშინია რომ ოჯახი არ მიიღებს მეგობრები და ასე შემდეგ და ამის გამო არ დგამენ ამ ნაბიჯს რა და ჩემ შემთხვევაში ეს არ იყო ან ყველა ასე თუ ისე მხარს მიჭერდა ჩემს გარშემო, მაგრამ შიშები და კომპლექსები ყველას გვაქვს რაღაცის რა და ამის გადალახვა კიდე ჩვენი მოვალეობაა, ის ხარ ვიქნებით. YouTube კონტენტი თქვენთვის რასთან ასოცირდება? ანუ თქვენი ჰობია თუ შემოსავლის წყარო? ჰობი.
ამას ვაკეთებ წმინდად ჩემი საყვარელი გასართობია, მოდი ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ ვიდეოები რო არ გადავიღო, მაინც ვიმოგზაურებ. ხო, და იმიტომ არ მოგზაურობ, რომ ფული ვიშოვო, იმიტომ მოგზაურობ, რომ მიყვარს და ეგ არის რა, რომ აქამდე შევწყვეტდი. 200 ნახვა რო გაქვს და 300 ნახვა შეწყვეტ რა, იმიტომ რომ ხო, ჩაიქნევ და ალბათ აი ეგ არის, რომ გიყვარს რა, იმიტომ რომ მოგზაურობ მაინც, კამერა ხელში გაქვს, მე ვერ წარმოვიდგენია სადმე წავიდე და ვიდეო არ გადავიღო. ანუ წარმოუდგენელი, ალბათ, რა ვიცი, ცუდად ყოფნისგან ამ ვიტირებ. ანუ ეგრეა რა. ვიდეო არის ჩემი მთავარი, აი ამოძრავებელი გზა, რომ მივდივარ და ამბავს ყვები და აი საინტერესო რაღაცებს ვაზიარებ, აი იმდენად მიყვარს, რომ აი ვერ ვითმენ, ახლაც მივდივარ ცოტა ხანში და ვერ ვითმენ, რომ აი ეს ყველაფერი მოუყვე და გავაზიარო რა. კი ბატონო, ანუ საქართველოს როგორ გაქვთ ნანახი, რა მეკითხე დაგჭათ კიდე მოსავლელი? აფხაზეთი. და გონია რომ მანდაც აუცილებლად ჩავალ დანარჩენი თითქმის ყველა. თითქმის არა, ყველგან ვარ ნამყ. და იქ ევროპაში და ასე შემდეგ 44 ქვეყანა თუ სწორად 44 ქვეყანაში ვარ, ევროპის 2-3 ქვეყანა დამრჩა, როგორც მახსოვს რა. დაჟე მახსოვს, მე მგონი ქვეყნები. ხო, მოლდოვა, უკრაინა და ლიხტენშტაინი და მე მგონი დანარჩენი ყველგან ვარ ნამყოფი რა. გისურვებთ რომ მალე მოგენახულებინოთ ეს დანარჩენი ქვეყნებიც ძალიან საინტერესო იყო ეს საკითხი, იმიტომ რომ ბევრ ჩვენთაგანს გვიყვარს მოგზაურობა და სულ კარგია რომ თუ ვერ მიდიხარ მაგალითად რაღაცა ჩართავ და უყურებ აგერ YouTube-ზე მოგზაურობის ვლოგებს. კი ბატონო, სხვა ქვეყნის კულტურაზე და ასე შემდეგ რა წარმოდგენა დაგრჩენიათ პირობითად აი ნებისმიერი რა განსხვავება გიგრძნიათ და როგორია ზოგადად ეს? ხო, სხვათა შორის მაგაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ და ვლაპარაკობთ ხოლმე იდეაში. ჩვენ თუნდაც მოსწავლეებთან ერთად ძალიან ბევრს ვსჯელობთ, განვიხილავთ და ბევრი ისეთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, რომელშიც მართლა დავრწმუნდი, რომ სამყარო აი გაცილებით მეტია, ვიდრე სიტყვაზე დავარცხნილი ქუჩები რა. აი მაგალითად, ნეპალში რო ჩახვალ, ინდოეთში რო ჩახვალ, ტაილანდში რო ჩახვალ, იორდანიაში რო წახვალ, ხო აი რაღაც განსხვავებული აურაა რა. ეხლა ბოლოს მაროკოში ვიყავი და აი იმდენად აი როგორ თქო განსხვავებული ხალხი ცხოვრობს რა. თითქოს იმ რთულ მომენტში, იმ გაჭირვებაშიც კი პოულობენ ცხოვრების მიზეზს და გაღიმების მიზეზს რა. და ეგ ძალიან მომწონს ხოლმე, რომ აი ყველაზე გაჭირვებულ ქვეყანაში ყველაზე ბედნიერად გექცევიან და რაღაცა ხალისი და პოზიტიურად რა და რაც უფრო მეტ ქვეყანაში მოგზაურობ, წმუნდები რომ მართლა ადამიანები შენზე უარესად ცხოვრობენ და ის რაღაცები რაც შენ გადარდებს, თლად ისეთი ნიშნულოვანი არ არის რა და ეგ ძალიან გეხმარება მე რომ რაღაცები განავითარო. და ასევე გეხმარება იმაშიც რომ როცა შენზე განვითარებულ სახელმწიფოში ჩახვალ სიტყვაზე, იქ ნასწავლი, იქ ნანახი მნიშვნელოვანი დეტალები ჩამოიყოლო აქაც, შენ თავი განავითარო და შენთან ერთად სხვა ადამიანებიც ამ ქვეყანაც რა. მარტივი ქმედებებით რა თქმა უნდა. ბატონო, მშვენიერი, მე გავიგე სხვათა შორის ეს ტერმინი ახლა თუ უწოდებთ თქვენ თავს აი ციფრულ ნომადს. და ამბობენ რომ ეს ხო ციფრული ნომადები განიცდიანო აი მოგზაურობისას სიმარტოვის განცდას და თქვენ შემთხვევაში როგორ არის? იმიტომ რომ მოწყდებით ოჯახს, პირობითად მეგობრებს. მე იდეაში თლა digital nomad-ად არ ვითვლები ბოლომდე, იმიტომ რომ ჩემი ძირითადი სამყოფელი მაინც აქ არის. ანუ digital nomad-ები უფრო არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად არიან სხვაგან ვიდრე სახლში. მაგრამ გარკვეულწილად მეც ვარ რა, არის ხოლმე შემთხვევები, რომ ყოველთვე რო გადიხარ სადღაც ან დიდი ხნით რომ მიდიხარ, შენ ცითვლები და მხრივ კი, მაგრამ მეორე მხრივ, არ ვიცი, საყვარელ ადამიანებთან ერთად რომ მოგზაურობ ხოლმე, ეგ მეხმარება. როცა მარტო მოგზაურობდი, მეც მქონდა ეგ სიმარტოვის განცდა და ჩვეულებრივი ამბავია და მქონია რთული პერიოდები სხვათა შორის, როცა ერთი კვირა სადღაც ხარ და არავინ არ გელაპარაკება, საერთოდ არ არის მარტივი ამბავი, მაგრამ ბოლო პერიოდია უკვე საყვარელ ადამიანებთან ერთად დავდივარ ძირითადად ან ჩემ საცოლესთან, ან ჩემ მეგობრებთან ერთად და ეგ უკვე ცოტა იმას გიქარვებს, ასე ვთქვათ რა და ძალიან მაგარია ეს ციფრული ნომადობა. მომთაბარე არის, როგორ თუ არ მეშლება, რაღაცა კარგი თარგმანი ქართული რა, ციფრული მომთაბარე, ან მოხეტიალე და ბევრ შესაძლებლობას გაძლევს რა. ხანი ხარ და შემოსავალი სულ გაქვს. კი ბატონო, ერთი კითხვა მაქვს ესეთი მარტო მოგზაურობასთან დაკავშირებით. მე მაგალითად რაღაც ვერ ვბედავ და მეშინია თუ აი როგორ უნდა გადავლახოთ? აი რისი გვეშინია? აი გვეშინია, აი იქ როგორ რა იქნება სადმე არ გაგვიჭირდეს პირობითად და ასე შემდეგ. აი რას ვუჩევთ ასეთი ტიპის ადამიანებს? ერთი ეგ არის რომ მე რო პირველად წავედი სამოგზაუროდ
წავედი იტალიაში ერთი კვირით და მოვიარე რამდენიმე ქალაქი და მარტო დავხეტიალობდი და სხვა შორის მანდაც არ იყო მარტივი ჩემთვის, როცა დიღმიდან მიდიხარ პირდაპირ რომში და ხვდები ქალაქში, სადაც არავინ არ არის შენი მომკითხავი და ჰოსტელებში იძინებ სხვაებთან ერთად და ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოში თუ დავდიოდი, სურა ძირითადად დავდიოდი მარტო და ძალიან მეხმარებოდა ეგ რა, რომ აი ტოვებდი იქ ყველაფერს რაც მაწუხებდა და ჩამოდიოდი თითქოს დაცლილი და შიშები ლოგიკურია, მაგრამ შიშების გადალახვაზე მე უნდა ვიზრუნოთ რა, სხვა არაფერი. თუ შიშებით ვიცხოვრეთ და რა იქნება მერეთი ვიცხოვრეთ, ხო, შეიძლება არც არაფერი არ იყოს და დაგვრჩეს ცხოვრება გვერდზე და ამიტომ როცა მარტო მიდიხარ, ეგ არის, უნდა გამოსცადო ეგ ტკივილიც, დაკარგვაც, რაღაცის ვერ გაკეთებაც და მე რო ჩამოდიხარ, გონია რომ თებს გადადგამ რა. ანუ უფრო мотиваციას გვაძლევს, ხო? мотиваცია, мотивირებული ხარ, საკუთარ თავში თავდაჯერებული ხარ, თვით დაჯერებული ხარ, არ ვიცი, ყველაფერს აკეთებ, მე ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლია წახვიდე და იპოვო შენი ადგილი და მარტო ყველამ უნდა იმოგზაუროს. ხო, აი ეგ უნდა მეკითხო, ხომ არ ფიქრობთ, რომ ცოტა ისეთ ადამიანებს, აი ვისაც მაგან მარტოება უყვარს, მარტო ყოფნა უყვარს, ასეთი ტიპის ადამიანებს ხო არ ურჩევნიათ მარტო მოგზაურობა, ხა? კი, მარტო მოგზაურობაზე მაგარი გონია რომ არაფერი არ მქონია რა. ერთი რომ არავინ წუწუნებდა ამდენ სიარულზე და twins არავინ იბურღავდა რომ დავისვენოთ და დავჯდეთ და ასე შემდეგ. მეორე რომ შენ თვითონ აგვარებ ყველაფერს და შენ თავზე ხარ მხოლოდ პასუხისგებელი, რაც დამატებითი ბენეფიტია. მერე უკვე შენ ფიქრობ და შენ თავთან ხარ მარტო, რისი ფუფუნებაც არ გვაქვს დღეს საკუთარ თავთან მარტო დარჩი და ილაპარაკო, იმიტომ რომ არ ლაპარაკობთ საკუთარ თავთან, იმიტომ რომ არ გვაქვს დრო. და ამ ყველაფერს ახერხებს ზუსტად იქ რა და ამიტომ მე გამოვუწერდი ყველა ადამიანს ერთხელ მაინც სადმე მარტო წასვლას და დაფიქრებას და შეგრძნებას, აი რა მაგარი რაღაცაა რა, მაგრამ თუ ეს სულ დისკომფორტია და არანაირ სიამოვნებას არ განიჭებს და შენ გირჩევნია რომ მეგობრებთან ერთად იჯდე და დალიო და იმოგზაურო და იხეტიალო, მაშინ თავს არ უნდა მიუსაჯო ეგ რა. რა თქმა უნდა, კი ბატონო. ეხა ერთი მომენტი უნდა გავიხსენო, როდესაც თქვენ ამერიკიდან რაღაც მომართვა გაავრცელეთ, იქ რატო მეგონათ, რომ თქვენ ემიგრაციაში შევდით, ხო? ეგ მაინტერესებს ძალიან. უბრალოდ ვიდეო ჩავწერე და ვთქვი რომ მეთქი აი რაღაც კონსულტანტობიდან და ღამე იატაკზე წოლიდან და საპირფარეშოში ძილიდან და რთული ცხოვრებიდან მოვახერხე რომ ვიმოგზაურე ამერიკაში და ხალხმა ისე გაიგო რომ წავედი ემიგრანტად და მლანძღავდნენ, რავი, რატო გიხარიაო საქართველოსო ემიგრაციაში წასვლაო და ეგ კონტექსტი საერთოდ არ ქონდა და თუ პირიქით ანუ უხაროდათ რომ ბევრი მლანძღავდა პირიქით ზოგი ამბობდა რა მაგარიაო, მაგრამ ზოგი მლანძღავდა კიდეც რომ აი რა ვიცი რა გიხარია რომ წახვედი ამ ამერიკაში რა ნახე მან და ასე შემდეგ. დიახ და ეს თქვენი სახლი სად არის და რა აი რა განცდა გაქვთ საქართველოს მიმართ, რატო? აი ჩემი სახლი არის მთელ საქართველოში რა. მე მოვლილი მაქვს როგორც გითხარით, ყველაფერი თუშეთში, სვანეთში, ხევსურეთში, ფშავში, არ ყველგან ვარ ნამყოფი, ყველგან მიძინია, ასე ვთქვათ და სადაც დამიღამდება იქ გრძნობ თავს მართლა სახლში. ერთია რომ რა თქმა უნდა სახლი არის ის ადგილი, სადაც ოჯახის წევრები გელოდებიან, მაგრამ მეორე მხრივ საქართველოში სულ ეგ განცდა მაქვს. რა ქუთაისშიც რომ ჩამოფრინდები ხოლმე უკვე სახლში ვარ რა. ხო, ანუ ეგ არის რა, სადაც შენი ადამიანების ხმა გესმის და ქართული ხმა გესმის, ხო? და ხაჭაპურს ხედავ და რაღაცა საყვარელ ხალხს და ადამიანებს უკვე შენი სახლია რა. და ისე ხე ცოტა პირადული კითხვაა, თუ გიფიქრიათ რომ აი სხვა ქვეყანაში კი გამკვიდრებული მიფიქრია. მაგრამ თქვენ ისეთ საქმეს აკეთებთ ახლა ფაქტიურად ხო? ხო, მაგრამ ბოლომდე თლად არ არის რა, იმიტომ რომ მიფიქრია ბევრჯერ წასვლაზე, იმიტომ რომ ერთი მხრივ მოგზაურობა მიყვარს და მინდა რომ ვცადო რას ნიშნავს, როცა დიდი ხნით მოგზაურობ, აი მაგალითად რომ უყურებ ხოლმე კონტენტ კრეატორებს, იუთუბერებს, უცხოელებს, რომლებიც დადიან 1 წლით, მაგალითად 2 წლით, ძალიან მაინტერესებს და ალბათ ერთხელ გამოვცდი, არ ვიცი და მეორე მხრივ ხო რა, აი რაღაცა ყველას გვაქვს დაუფასებლობის შეგრძნება და ეგ არის ხოლმე რა, თორე ვიცი რომ ვერსად ვერ წავალ სინამდვილეში. ხო, არა, კაია რა თქვენ ხო თქვენც ესე გიყვართ საქართველო, იმიტომ რომ ყველა სტუმარი ვინც ვყავდა ამას აღნიშნავს და ძალიან მომწონს ეს მიდგომა და მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის. თუ მეგობრობთ ამ ცნობილ კონტენტ კრეატორებთან და კოლაბორაციაში თუ შესულხართ YouTube-ზე ვინმესთან? ხო, ესე მეგობრობით ისეთი ნათქვამია, ყველას ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ აბსოლუტურად ყველას, ვინც რაღაცას ცდილობს, რაღაცას აკეთებს, თავის საქმეში პროფესიონალია.
კოლაბორაცია ჯერ არ მქონია, მაგრამ მეც ვიტოვებ, რომ მომავალში გვექნება რა და რატომაც არა, სიხარულით ეს ძალიან მაგარია გეხება. აი თქვენ თუ გააკეთებთ რამე ისეთ გიჟურს აქციელს გამომწერების მოსაზიდად. არ არის ბოლომდე ეგ ჩემი რა. ანუ ყველას ბართლა პატივისცემ, ანუ ნებისმიერი ადამიანი ვინც აკეთებს რაღაცას, პატივისცემ, გიჟურსაც გააჩნია რა, არ ვამბობ რომ ვერ გავაკეთებ, გააჩნია გიჟურსაც ალბათ და მიმართულებასაც, მაგრამ ბოლომდე არ არის ჩემი რა. მე ცოტა აი როგორი ინტროვერტული რაღაცა კონტენტი მაქვს თითქოს რა, რომ აი რაღაცა სიგიჟეები და რაღაცები, რასაც რეალურ ცხოვრებაში არ ვაკეთებ, ხო? ვერ გავაკეთებ რაღაცის გამო რა და ამიტომ არის რომ ალბათ ვარის ვინც ვარ, ხო? კამერის უკანაც თუ კამერის წინაც და ნახოთ, არ ვიცი, არ ვამბობ რომ არა, მომავალში რა იქნება და როგორ იქნება მართლა არ ვიცი, შეიძლება რაღაცები შეიცვალოს, გონებაში გადამიტრიალდეს, მეც შევიცვალო, რაც ლოგიკურია, მაგრამ ამ მომენტისთვის და დღეისთვის რაღაცა ეგეთ გიჟურ იდეაზე არ ვფიქრობ. მინდა რომ უფრო აი მეტი დოკუმენტური სტილის მოგზაურობები მქონდეს. და ეგეთი არა გიჟური რა, გიჟური შეიძლება იყოს მაგალითად, მაგრამ მაინც რა. კი ბატონო. გურო ხომ არ გვირჩევთ რაიმე ხრიქს, რითაც შეგვიძლია რომ ეს პირობითად ჩვენი აუდიტორია, რომელიც ყავს Instagram-ზე თუნდაც ან Facebook-ზე, გადმოვიყვანოთ YouTube-ზე და რილსები. მოკლე ვიდეოები, TikTok, Instagram, Facebook-ი, შეგიძლია რომ მუდმივად თვალში ეჩხირებოდე ადამიანს, კაი გაგებით რა თქმა უნდა, დაამახსოვრდე. მოაწონო შენი კონტენტი, უბიძგო იმისკენ, რომ მე 20 წამიანი და 60 წამიანი ვიდეოს შემდეგ მოუნდეს სიტყვაზე 9 საათიანი ვიდეოს ყურება რა. და არის შემთხვევები, როდესაც ამბობენ, რომ აი მუდმივად უყურებენ გამოწერის გარეშე. ხო, ეგ ცალკე მტკივნეული ამბავია, მეც მაქვს ეგ რა. არ არის ჩვენ, რა ვიცი, გონებაში ეგ ფუნქცია ჩამატებული, რომ უყურებ, აი თქვენც მეც კი შემიჩნევია, ჩემი თავი ერთ წელი უყურებ ადამიანს და გამოწერილი არ მყავს რა. ხო და მაგიტომ არის ხშირად რომ რა ახსენო გამოიწერა. აი რაღაცა არ არის კულტურაში თითქოს რა, ბოლომდე რა ვიცი განვითარებული თუ რა ჩადებული გონებაში დაც ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ შეიძლება რომ 100,000 ადამიანი გიყურებდეს და 30%-ს კონდეს გამოწერილი შენი არხი რა. ხო და ამიტომ ეგეც უნდა რაღაცნაირად გამოიწერეთ. რა ვიცი, გამოიწერეთ ყველა ვისაც უყურებთ, დაულაიქეთ, დაუკომენტარეთ, მიეცით мотиваცია, იმიტომ რომ ზუსტად ეს თქვენი ერთი მესიჯი, ერთი კომენტარი, ერთი დალაიქება და გაზიარება აძლევს კონტენტ კრეატორს ძალიან დიდ мотиваციას რა. ბატონო, ნამდვილად ესეა. ძალიან დიდი მადლობა გურო ჩვენთან სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო იყო თქვენი, ასე ვთქვათ, საუბარი და გასათვალისწინებელი რჩევებით. წარმატებებს გისურვებ და დარწმუნებული ვარ, თქვენ გეყოლებათ თქვენი აუდიტორია საკუთარი. მადლობთანაც იქნებით ასევე გახსნილი, როგორც იყავით დღეს. მადლობა ძალიან დიდი და წარმატებები თქვენს პოდკასტთან. მადლობა.